Შევას დაგეგმილი და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 10 თვის ათვისება და გრძელვადიანი შეგავათიანი კრედიტების კუთხით შექმნილი გარკვეული პრობლემები ბიზნეს კონტაქტის კითხვებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ბატონი დავით შავლიაშვილი უპასუხებს. დიდი მადლობა ბატონო დავით, მოგესალმებით რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. ბატონო დავით, საინვესტიციო გრძელვადიანი შეგავათიანი კრედიტებით მინდა რომ დავიწყოთ ჩვენი საუბარი 10 თვის ბიუჯეტის შესრულებაშიც გამოჩნდა, რომ მხოლოდ 50%-ით არის ათვისებული. რომ აგვიხსნათ, რას ნიშნავს ეს? ვინაიდან ამ კრედიტების უდიდესი წილი სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე მოდის. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გარკვეული პროექტები ვერ დასრულდება წლის ბოლომდე, რაც უნდა დასრულებულიყო და თუ შეგიძლია გვითხრათ, თუ კი ასეთები არსებობს, რა არის ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი, რა ტიპის პროექტები? კი ბატონო, სამწუხაროდ არასწორი ინფორმაცია გაქვთ, 50%-ზე ბევრად მეტი არის ათვისება. ეს არის 600 მილიონზე მეტი, დაახლოებით 700 მილიონამდე 10 თვის ათვისება. ეს არის მონაცემებს ვეყრდნობით. Treasury G-ზე რა მონაცემები ცდებს ის გვაქვს არაფერი. როდინდელი მონაცემები გვაქვს. 10 თვის შესრულების. 10 თვის შესრულება სამინისტროს რაც არის შეიძლება ხაზინაში ასახული არ იყოს, არ ვიცი, მაგრამ არის 600 მილიონზე მეტი, 630 მილიონზე მეტი და ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 7 წლის განმავლობაში, რაც კი სამინისტროს ჰქონია ათვისება. ყველაზე მაღალი წინა ხელისუფლებას ჰქონდა 2011 წელს, ეს იყო 580 მილიონამდე და წელს ამაზე 50-60 მილიონით უკვე მეტი არის 10 თვის ათვისება. რაც შეეხება პროექტებს, რომელიც ფინანსდება დონორი ორგანიზაციებიდან, ყველა პროექტი არის მიმდინარე 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები და დაგეგმილი რაც იყო გახსნები, რა თქმა უნდა, მოხდა და მოხდება კიდევაც. დანარჩენი მიმდინარეობა, რომელსაც ვადები აქვს, შესაბამისად მოხდება თანმიმდევრობით. წელს შესაბამის ნახების ათვისება, მომავალ დარჩენილი ნახების ათვისება. ანუ პრინციპში რეალურად შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე გრანტების კუთხით ათვისების პრობლემა ინფრასტრუქტურის სამინისტროს არ უდგას. გრანტების კუთხით ათვისების პრობლემა კი არა, წინ ვართ რეალურად. გრძელვადიანი შეგავათიანი კრედიტები. კრედიტების კუთხითაც დაგეგმილი რაც იყო, მივყვებით დაგეგმილ შესრულებას, არა მარტო კრედიტების კუთხით, არამედ მთლიან ბიუჯეტში. თქვენ რომ გადახედოთ ბოლო თვეების ათვისებებს, დაწყებული აგვისტოს თვიდან ყოველთვიური არის საგრძნობლად მატება ათვისებაში, 100 მილიონზე მეტი გვაქვს ყოველთვიური ათვისება. წინა თვე ქონდა 125 მილიონი, ოქტომბერი იყო დაახლოებით 100 მილიონი და ასე, ანუ 100 მილიონზე მეტი ათვისება არის ყოველთვიური. ნოემბერსაც დაახლოებით 120 მილიონამდე გვიგმობდა, შესაბამისად იგივე იქნება დეკემბერი. ბატონ დავით, ეს საკმაოდ საინტერესო თემაა, ჩვენ დაველოდებით ცხადია წლის ბოლოს და კონკრეტულად მაშინ შევაჯამებთ კონკრეტულ მონაცემებს და ინფორმაციას. არანაკლებ საინტერესო თემაა, ეხლა მე მინდა სხვა მიმართულებით განვავრცო. სახელმწიფო ტენდერებში უცხოური კომპანიების მონაწილეობა გაორმაგდა ბატონო დავით. ეს თქვენმა ოპონენტებმაც, ასევე სხვადასხვა მედია საშუალებებმაც აღნიშნეს, აღნიშნავთ ჩვენც ცხადია 73 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს უცხოურმა კომპანიებმა. დომინირებენ როგორც თურქული, ასევე ავსტრიული, ჩინური და რუსული კომპანიები. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი აზრით რამ განაპირობაა უცხოური კომპანიების ასეთი გააქტიურება და შემდეგ უკვე ცოტა სხვა მიმართულებით განვავრცოთ ჩვენი საუბარი. რაც შეეხება უცხოურ კომპანიებს, ჩვენთან ტენდერებს ყოველთვის იმარჯვებდა უცხოური კომპანიები, მიგულისხმობ დიდ ტენდერებს, დონორებთან რაც არის კავშირში. უბრალოდ მათი რიცხვი იყო ძალიან მცირე, 4-5 კომპანია მონაწილეობდა მთლიანად ბაზარზე ბოლო პერიოდის განმავლობაში. ღია თავისუფლება და გამჭვირვალე ბაზარმა აჩვენა, რომ მათ შეუძლია თავისუფლად მონაწილეობის მიღება და უკვე დაახლოებით 2-3 და 4-ჯერ მეტი კომპანიები სალსახად გეთანხმებით, რომ უცხოური კომპანიები ყოველთვის მონაწილეობდნენ, თუმცა ქართული კომპანიები ალბათ ყოველთვის არ რჩიოდნენ. ეხლა მე მაგალითად პირველი რაც მახსენდება კავკასუს როუდ პროჯექტის წარმომადგენლის დამფუძნებლის ბატონი ბაადა ტრაპაიძის კომენტარია, რომელიც საუბრობს, რომ გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან ქართული კომპანიები ტენდერებში მონაწილეობისას. თქვენ თუ ხართ ინფორმირებულნი, რა სირთულეებთან არის საქმე ზოგადად? კი ბატონო, მე შევეცდები აგიხსნათ სიტუაცია, როგორ არის ტენდერებთან დაკავშირებით. არის ორი ტიპის ტენდერები. ერთი დონორების დაფინანსებული, რომელსაც სრულად მათი დაქირავებული კონსულტანტები, მათთან შეთანხმება ხდება ყველა ნიუანსის და შესაბამის წესებით მიმდინარეობს ყველაფერი. შესაბამისად მოთხოვნების არის ძალიან მაღალი, ძალიან დიდი მოთხოვნები აქვს ყველანაირ ასპექტში. რაც შეეხება შიდა ტენდერებს, რომელსაც ბიუჯეტით ვახორციელებთ, აქ უკვე მოთხოვნები არის შესაბამისი
რაც ბაზარზე კომპანიები გვყავს და ძირითადად 90-95% იმარჯვებიან ადგილობრივი კომპანიები ზუსტად. თვითონ დონორების ობიექტები რაც არის, არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ყოფილიყო ქართული კომპანია გამარჯვებული, ყოველთვის იმარჯვებდა უცხოური კომპანია, არც ერთი ჩვენ არ აქვს ობიექტი, გინდათ აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალზე, სადაც ძირითადი ამ ტიპის პროექტები ხორციელდება, რომ ქართული კომპანია ყოფილიყო. უბრალოდ ბაზარი როცა არის ღია, როცა ადრე მონაწილეობდა 4 კომპანია მთელ საქართველოში უცხოური, დღეს მონაწილეობს 4 კომპანია და განსხვავებული კონკურენცია. ქართული კომპანიები თქვათ რა სირთულეებზე საუბრობენ, ეს სირთულეები რეალურად დგას, თქვენ ამას ეთანხმებით? და არსებობს დავით, აქვე შეგეკითხებით, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ რადგანაც სატენდერო პირობებში გარკვეული ცვლილებები შევიდა, ეს ცვლილებებიც იწვევს რეალურად იმას, რომ დაუშვათ რთულია მოიძებნოს ადგილობრივი კომპანია, რომელსაც იმ ტიპის და იმ ხელა გამოცდილება ექნება, რამ ხელა გამოცდილებასაც სატენდერო პირობები ითხოვს. სამწუხაროდ, შევეცდები გიპასუხოთ, კი ბატონო, სამწუხაროდ საქართველოში ჩვენ არ ყავს ისეთი ძლიერი კომპანიები, რომელიც კი ყველაზე მინიმალურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. რაც ადრე იყო ამ ტენდერებში მოთხოვნები, ჩვენ მაქსიმალურად ბანკთან მუშაობით შევეცადეთ, რომ ეს მოთხოვნები დაგვეწია. მაგრამ მიუხედავად ამისა, არ შემოვიდა არც ერთი ქართული კომპანია, რომელიც ფიზიკურად ვერ დააკმაყოფილებდა და შემოდიოდნენ უკვე დაბალხარისხიანი ევროპული კომპანიები. ამის შემდეგ ისევ ავწიეთ ჩვენ მოთხოვნები და თავისუფალ სტანდარტულ მოთხოვნებზე დავაყენეთ უკვე რასაც ჰქონდა ევროპას მოთხოვნა. ან შესაბამისად სოფლიო ბანკს და ასე შემდეგ სხვა დონორ ორგანიზაციებს. რაც შეეხება თვითონ კავკასიის როად პროექტს, ჩვენთან რამდენიმე ტენდერი აქვს მიმდინარე, რომელზეც მუშაობდა, საკმაოდ ნორმალურად მუშაობენ და მათთან მე არ მგონია რამე პრობლემა იყოს, რომ პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ ტენდერებში ვერ იღებენ მონაწილეობას. ერთადერთი ცვლილება რაც შევიდა თვითონ პირობებში სატენდეროში, ეს არის, რომ ჩვენ მკაცრად მოვითხოვეთ ქართველი მოსახლეობის დასაქმება. 70-80%-მდე ავწიეთ ეს მაჩვენებელი, როცა საერთოდ არ არსებობდა, ანუ 25% იყო და დიდი ბრძოლის შემდეგ დონორ ორგანიზაციებთან მივახციეთ იმას, რომ ეს მაჩვენებელი 70-80%-ზე აგვიწვია შესაბამის პროექტებში. მე აქვე ვალდებული ვარ ბატონო დავით, გავიხსენო იგივე ქუთაისის შემოვლითი გზა, რომელიც თქვენ რამდენიმე დღის წინ გახსენით, იგივე ბატონი ჯანიკო კაპლანიშვილი იმყოფებოდა ჩვენთან დილის ბიზნეს კონტაქტში სტუმრად და ჩვენ პრაქტიკულად ხაზი გავუსვით იმას, რომ ქართულ კომპანიებსაც შეუძლიათ მსგავსი მასშტაბური გამოწვევების მიღება, ასე ვთქვა და გამკლავება. ასევე კლავინდებურად ტენდერები რომ გარკვეულ ჩარჩოში მოვაქციოთ ჩვენი საუბრის, ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი პარლამენტთან ერთად ჩატარებული ტენდერების შესწავლას იწყებს. ასევე იგეგმება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშით წარდგენა პარლამენტის წინაშე. თქვენი აზრით თუ არის თქვენი აზრით არა, თუ არის ცნობილი თქვენთვის დეტალები ამ ეტაპისთვის? მე ვიცი როგორ შესწავლაზე არის საუბარი, კონკრეტულად დეტალები ნამდვილად არ ვიცი. ჩვენთან კონტროლის პალატა არის შემოსული გზების დეპარტამენტში და სამინისტროში უკვე დასკვნას ასრულებენ და პრინციპში ძალიან თავისუფლად შეუძლიათ კონტროლის პალატიდან ნახოთ რეალურად რა სიტუაცია არის იმაში დეპარტამენტში და სამინისტროში მთლიანად. რაც შეეხება ჯანიკო კაპლანიშვილს, ჯანიკო არის ქვეკონტრაქტორი გენერალური კონტრაქტორის ტოდინის, ასრულებს ის მიწის სამუშაოებს შესაბამის კონტრაქტში და მე მგონი ძალიან კმაყოფილია თვითონაც და კონტრაქტორიც. ანუ რეალურად რაც შეეხება დიდ კონტრაქტს, რაც შეეხება დიდ კონტრაქტებს, ყოველთვის ქართულ კომპანიებს რა თქმა უნდა რაღაც ნაწილზე მაინც იყვანენ სამუშაოებში, იმიტომ რომ ყველაფერს უცხოური კომპანია ადგილზე ვერ აკეთებს. ანუ ჩვენი მხარდაჭერაც რა თქმა უნდა იქნება, რომ ქართული კომპანიები აიყვანონ, გაიზარდონ და ის შესაბამისი გამოცდილება დააგროვონ, რომ მიიღონ უკვე მერედი ტენდერებში მონაწილეობა. ბატონო დავით, რამდენიმე კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით მინდა რომ გკითხოთ. პირველი ეს არის მლეთა სტეფანწმინდის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა, რომელმაც ლარსის გზა უნდა განტვირთოს და ზოგჯერ ჩაანაცვლოს კიდეც. რა ეტაპზეა და როდის იგეგმება ტენდერის გამოცხადება და დაუშვათ სამუშაოების დაწყება? მან არის ახალი ტიპის პროექტზე საუბარი, ეს არის PPP, რომელზეც კერძო ინვესტორი შემოდის თავის თანხით და შესაბამისი პირობებით მოახდენს ამ თანხის ამოღებას. ამ პროექტზე ჯერჯერობით მიდის განხილვა, ინვესტორებთან საუბარი, მათი წინადადებების წარმოდგენა და ამ წინადადების განხილვა შემდგომში. რეალურად თუ ჩვენ კონკრეტულად გადაწყვეტილი იყოს და ამ პროექტის დაწყება იყოს, რა თქმა უნდა, ჯერ არ არის, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირადღირებულია და ახლობებით წინასწარი გათვლებით 500 მილიონზე მეტი არის და შესაბამის გარანტიებს მოითხოვენ ყველა კერძო კომპანია. ამიტომ ეს არის განხილვის პროცესში, ეკონომიკასთან ერთად მუშაობთ ამ თემაზე და თუ სახელმწიფომ ჩათვალა რომ ეს პროექტი იქნება მომგებიანი, რა თქმა უნდა და ზარალს ამიღებ ჩვენ არანაირს დავიწყებთ ამის განხილვა. მადლობთ, ბატონო დავით, რიკოთის პროექტზეც მინდა რომ გკითხოთ, როგორც ვიცით, უცხოელი გეოლოგებიც იყვნენ ჩართულები ამ პროექტის მომზადებაში, რა ხდება ამ პროექტთან მიმართებაში?
თვითონ რაც შეეხება რიკოზე ჩვენ მეწყერის ადგილზე ყავდა უცხოელები ჩამოყვანილი, შეფასება გაუკეთეს ადგილობრივებმაც, მეწყერული პრობლემასთან დაკავშირებით კი იყო დაკვირვებები. რაც შეეხება თვითონ მშენებლობას ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე, ეხლა ჩვენ გვაქვს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, წლის ბოლომდე დაახლოებით მაქსიმუმ მაისის თვემდე ვადები როგორც აქვს კონტრაქტორს მოგვაწოდებს უკვე ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას, ამის შემდეგ დაიწყება დეტალური პროექტირება, რომელიც წესით მომავალ ბოლოსმა დამთავრდეს. პროექტიდან დაიწყებს მშენებლობა. კი ბატონო, ასევე კიდევ ერთი პროექტზე მინდა უკაცრავად სანდრო, რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაირეცტნის მონაკვეთზე ბატონმა ზურაბ აბაშიძემაც დაადასტურა, რომ რუსეთის მხარეს გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. რას გეგმავს ქართული მხარე ამ შემთხვევაში? ჩვენ არანაირი კონტაქტი არ აქვს რეალურად ამ თემასთან დაკავშირებით, ამდენჯერ მიიღო გაჟღერებული ეს საკითხი, მაგრამ არანაირი არც მოლაპარაკება არ არსებობს, არც დადასტურებული ინფორმაცია არ გაგვაჩნია, რომ ამ გზაზე აღდგენა მიმდინარეობს, ან ჩვენი მხრიდან რამე ღონისძიება ტარდებოდეს. ბატონო დავით, მე ვალდებული ვარ გავაჟღერო თქვენი ოპონენტების პოზიცია, რომლებიც მუდმივად ავლევენ პარალელებს 2013 წელთან. რეალურად ეხლა ჩემი სუბიექტური აზრით თუ გაინტერესებთ, ნებისმიერ ინფრასტრუქტურისა და რეგიონალურ განვითარების მინისტრს ალბათ მაგალითად მოუყვან თუ როგორი არ უნდა იყოს რეალურად წელი და მე 2013 წელს გულისხმობ რეალურად რაც მოხდა და როგორც მოხდა. ეხლა დეტალებში ჩაღრმავებას ხადია აღარ ვაპირებ. თქვენი ოპონენტების დღესდღეობით თქვენი ოპონენტების ძირითადი არგუმენტები არის ის, რომ კომპანიები მასიურად ვერ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკის მოვალეობებს, ასევე არაპროფესიონალურად არის შედგენილი სატენდერო პირობები, ასევე თანხის მობილიზება არ ხდება, იგივე საბანკო სექტორის ჩართულობა არ არის სათანადოდ და მოწოდების სიმაღლეზე არ დგანან ამ მიმართულებით შესაბამისი ქვეუწყებები. თქვენი პოზიცია როგორია ზოგადად მთლიან ჩანჩოში თუ განვიხილავთ სიტუაციას? რადიკალურად საწინააღმდეგო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რეალურად ყველა სატენდერო პროცედურა მე ვფიქრობ, რომ ბევრად გამართული არის და ალბათ ეს არ მოწონს ჩვენ ოპონენტებს. ყველა კომპანია, რომელიც ქართული კომპანიები ჩვენ ბაზარზე არსებობდა, ძირითადად ამ კომპანიების რიცხვი იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ჩვენ მე ვფიქრობ, რომ ის შეუძლიათ, რომ ყველა კომპანია ასე თუ ისე დგას ფეხზე, რეალურად შეუძლიათ მონაწილეობა, ყველა კომპანიას აქვს რაღაც შესაბამისი ტენდერი და მუშაობს. ანუ ის სასიცოცხლო აუცილებელი მომენტები ნამდვილად აქვთ ამ კომპანიებს და ძიმე მდგომარეობიდან გამოვიდნენ უკვე და რეალურად კონკურენტულ არიან ბაზარზე შეუძლიათ მონაწილეობა. ბატონო დავით, აქვე მაინტერესებს EBRD-ის საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა თქვენი მოადგილე, როგორც ჩემთვის არის ცნობილი. ძირითადად რა სახის რეკომენდაციები გაჟღერდა მათგან, რამდენად მიიღეთ ეს რეკომენდაციები და ძირითადად სათხედავენ ისინი ხარვეზებს? რეკომენდაციები არის არა მარტო EBRD-ისგან, ყოველწლიური, როგორც აზიის ბანკისგან, ასევე მსოფლიო ბანკიდან. რეკომენდაციები არის უფრო ევროკავშირისკენ სulis, უფრო ამ სტანდარტების დახვეწვის, რასაც ყოველწლიურად ვახორციელებთ და ამაზე მე განახილ ძალიან ბევრ რეპორტს, გინდა მსოფლიო ბანკის და აზიისას, რომელზეც აღნიშნავენ, რომ ბევრად წარმატებით დადებითად მიმდინარეობს პროცესები და ბევრ საკითხებში даже წინ ვართ, რაც უნდა ვიყოს შედარებით მოთხოვნებთან. ბატონო დავით, რადგან მსოფლიო ბანკი და ანგარიშები ახსენეთ, ერთ-ერთი ანგარიში, რომელიც თქვენმა წინამორბედებს ბატონო მაიო გუჯახურიშვილმაც გაიხსენა ჩვენთან სტუმრობისას. ამ ანგარიშში არის გაჟღერებული ამ ტიპის რეკომენდაცია, რომ კარგი იქნება თუ კი სახელმწიფო ბიუჯეტი დააბალანსებს ერთი მხრივ სოციალურ ხარჯებს და მეორეს მხრივ ინფრასტრუქტურულ ხარჯებს. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიც რეალურად არის სოციალურად ორიენტირებული და სტატისტიკას თუ ჩავხედავთ 2012 წლიდან მოყოლებული, პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფრასტრუქტურული ხარჯების წილი საბიუჯეტო ასიგნებებში სადაც 14%-დან 11%-მდე შემცირდა და სხვათა შორის ეს ტენდენციაც ითვლებოდა 2013 წლის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების ერთ-ერთ მიზეზად, რაც სანდრომ უკვე ახსენა. როგორ ფიქრობთ, საჭირო არის თუ არა ამ ბალანსის დაცვა და დღეს რეალურად რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყნის ეკონომიკური ზრდა? რეალურად რა ინფორმაციას ეკმობით ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ რომ ყოველწლიურად ინფრასტრუქტურული თვითონ სამინისტროს ბიუჯეტი არის მზარდი. ჩვენ მაგალითად შარშან უფრო სწორედ წლევანდელ წელს ჰქონდა 850 მილიონი, მე წლის განმავლობაში გაიზარდა ეს ბიუჯეტი 920 მილიონამდე და მომავალი წლის უკვე მილიარდიანი გვაქვს პირველადი დამტკიცება. რა თქმა უნდა, ესეც მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მზარდი იქნება წლის განმავლობაში. ანუ შესაბამისად ბიუჯეტის როგორც ათვისება, ისე მომავალი წლის ბიუჯეტის ზრდა ხდება და მე
მეგონი ეს მეტყველებს იმაზე, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყანაში არის პრიორიტეტული. ბუნებრივია, ზრდა ხდება. უბრალოდ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ სოციალური კუთხით გაცილებით უფრო მაღალია ზრდა, ვიდრე ინფრასტრუქტურული კუთხით. ამას არ ეთანხმებით? მთავარი არის ზრდა ქვეყანაში ინფრასტრუქტურული კუთხით და ეს ნამდვილად დადებითია, რაც შეეხება სოციალური კუთხით რო არის და მე მგონი ეს პირიქით არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და უკეთესი მოსახლეობაზე გათვლილი ბიუჯეტი. ეს ბალანსი ამდენად მნიშვნელოვანიც არ არის, როგორც მსოფლიო ბანკი თვლის, რომ ეს ხარჯები კარგად დაბალანსებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა დაუშვათ არ შენელდეს. ეს ალბათ ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა უფრო ვიდრე ჩვენი სამინისტროს, მაგრამ მე შემიძლია როგორც აღნიშნე გითხრათ, რომ ჩვენი სამინისტროს ყოველწლიური ბიუჯეტის დამიმდინარეობს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არის მნიშვნელოვანი ჩვენ ქვეყანაში. ბატონო დავით და აქვე მაინტერესებს, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად 955 მილიონი ლარია გამოყოფილი იგივე ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის პროექტებისთვის. 80 მილიონი გამოხდა მაგ ბიუჯეტის და მილიარდი არის უკვე პირველად. უკვე მილიარდია, მით უმეტეს რაც პრინციპში 80 მილიონით, ამ შემთხვევაში 100 მილიონით მეტია, ვთქვათ, ამ წლის მაჩვენებელზე. რამდენად არის რეალურად ეს სტიმული იმისა, რომ ვთქვათ, მომავალი წელი უკეთესი იყოს, ვთქვათ, მიმდინარეზე. რა თქმა უნდა, მომავალი წელი იქნება ბევრად უკეთესი მიმდინარეზე და ყოველი წელი შემდგომი იქნება უკეთესი. როგორც თანხების კუთხით, ათვისების კუთხითაც და დანარჩენი ყველა ფინანსური მაჩვენებელი, რომელიც თუმცა 2013 წელსაც ალბათ დამეთანხმებით ასე საუბრობდნენ თქვენი წინამორბედი ყოველ შემთხვევაში, თუმცა ნამდვილად სურათი სხვაგვარი იყო. სამინისტროში სამწუხაროდ, როგორც მოგეხსენებათ, იყო რამდენიმე ცვლილება ბოლო მცირე პერიოდში. იყო რეალურად ძალიან ბევრი პრობლემა დატოვებული, რისი მოგვარება საკმაოდ დიდი დრო დაჭერდა. ამ ცვლილებებმა ამას კიდე ხელი შეუშალა და მე მგონი საბოლოო მონახაზზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რაზეც ხედავთ, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში რეალურად ყოველთვიური ზრდა არის სამინისტროში ათვისების და მე გარკვეულად იმაში, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო უკეთესი იქნება ამ წელთან შედარებით. ბატონო დავით, ბოლოს რომ გითხრათ, რა კონკრეტული პროექტებია დაგეგმილი, რომლების განხორციელებასაც აპირებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო? კონკრეტული პროექტები მომავალ წელთან დაკავშირებით გულისხმობთ, ხო? დიახ, ბუნებრივია. კი, რაც ცენტრალურ აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნულ მაგისტრალზე მიმდინარე იქნება რუის-იაგარის მონაკვეთი, ძირითადი ათვისება მომავალი წლის ბოლომდე მოხდება ზუსტად ამ მონაკვეთზე. აგრეთვე იქნება აგარა-ზემოოსიაურის მონაკვეთზე აქტიური მშენებლობის პროცესი. ჩვენ დავიწყებთ ზემოოსიაური შუმათერეთის მონაკვეთის უკვე გამოცხადებას სატენდერო პროცედურებს. აგრეთვე იქნება ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთზე აქტიური მუშაობა და ქუთაისის სამტრედიის მონაკვეთზე უკვე დამასრულებელი სამუშაოები. აგრეთვე სამტრედია-გრიგოლეთზე არის 4 ლოტი, რომელზეც 4-ვეზე გვეყოლება კონტრაქტორი მომავალი წლის პირველ კვარტალში და 4-ვე ლოტზე იქნება აქტიური სამუშაოები. ბატონო დავით, ხობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტიც იქნება აქტიურ ფაზაში 2016 წელს არის დასრულება კონტრაქტით და ვეცდებით, რომ იქამდე დავასრულოთ 2015 წლის ბოლოს. ბატონო დავით, მე გისურვებ მთლიანად ინფრასტრუქტურის სამინისტროს უსურვებ, რომ 2013 წლის 10 ჩრდილისგან გათავისუფლდეს. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმარი, მაყურებელს შევახსენებ, რომ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ბატონი დავით შავლიაშვილი პასუხობდა ბიზნეს კონტაქტის კითხვებს. ეხლა კი რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ